რომელი მანქანა გადაახტება უზარმაზარ ტბას GTA 5-ში. ჩვენი პირველი სატესტო მანქანა არის BMW-ს მე7 სერია, კონკრეტულად 760i. მოდით და დავტესტოთ რა სიზავს. ამ ვიდეოში ცოტა ვიწრო ტრამპლინი გვაქვს, იმედია რული არ ამერევა. თქვენ მანამდე ახის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიძეთ, ვეცადოთ რომ ამ ვიდეოზე დავაგროვოთ 1000 ლაიქი, ძალიან მაგარი იქნება თუ 1000 ლაიქს მოვაგროვებთ. რა თქმა უნდა 760i აიწეცა ეგრევე, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ვფიქრობ ზალა არ იყო და მაგის გამო ჩაემთხვა წყალში. ნახოთ რა სიზავს ახალი თაობის Mark 5 Supra, რომელიც ვიზუალურად ძალიან მაგრად გამოიყურება. სხვათა შორის ამ მანქანაზე ძალიან ბევრი საუბარი მიდის, ხოლმე რომ რეალურად BMW-აო და ასე და ასე შემდეგ, მაგრამ მე ამის მოწინააღმდეგე ვარ, იმიტომ რომ ნუ მართალია BMW-ს ძრავი აქ ამ მანქანას, თუმცა მანქანაზე ვხედავთ Toyota-s ლოგოს, ასე რომ Toyota ძმო Supra. არ მევასება ამ მანქანას BMW-ს რომ ეძახიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჩავარდა წყალში. შეიძლება წინა Toyota-ში ეჭვი შეგეპარათ, მაგრამ ამ Toyota-ში ეჭვი არ შეგეპარებათ. ეს არის ძველი 1999 წლის Toyota Chaser-ი, რომლისგანაც ძალიან მაგარი დრიფტ მანქანის აწყობა შესაძლებელი, თუმცა ამ შემთხვევაში ეს მანქანა სრულიად სტოკია. და ვნახოთ რამდენად შორს შეძლებს ეს მანქანა გადახტომას, რას მეუბნები ძმაო? ესე შორს რავი, იშვიათად თუ გადამხტარა მანქანა, მაგრამ ნუ სამწუხაროდ საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. შემდეგი მანქანა არის Salin S321, დარწმუნებული ვარ ამ მანქანის შესახებ არავის არ გაგიგიათ, თუ არ გაგიგიათ ამ მანქანის შესახებ აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო. ნახოთ ეს მანქანა რა სიზავს, ვინაიდან ქანხნული არ არის, საკმაოდ დიდი მიედებს ვამყარებ და საკმაოდ წონაც აქვს ამ მანქანას. ვაფშე რა კატეგორიაში გადის, აზე ვერ მოვდივარ, პიკაპია თუ ვაფშე რა კლასის მანქანაა, ვერ ხვდები. მაგრამ ჩემ და გასაკვირად ალბათ იქიდან გამომდინარე რომ გრძელი მანქანა არის, ვერ მოახერხა შორს გადახტომა.